გიორგიმ საკმაოდ ამომწურავად ილაპარაკა, მან არათუ საბოლოო სიტყვის, არამედ რეპლიკის უფლებითაც ისარგებლა, შესაბამისად გაამახვილა ყურადღება ყველა იმ საკითხზე, რაც სადავოდ იყო გამხდარი. მე მიმაჩნია, რომ უკვე ამ პროცესის დასრულების შემდეგ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩა ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან არანაირი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი. ზოგადად ეხლა წარმოიდგინეთ, მე ვარ ადვოკატი, ცხადია დაინტერესებული ვარ საქმის შედეგი და როგორც წესი ადვოკატები აცხადებენ ხოლმე, რომ ბრალდებული არის უდანაშაულო, ანუ ამას შეჩვეულია თქვენი და მაყურებელი. პროკურორები ამბობენ, რომ თქვენ მაგალითად ეხა ითქვა, რომ თქვენი პოზიციები აცდენილი იყო რეალობას. როგორც ხდება ხოლმე? კი, ნახეთ, ანუ ძალიან მარტივია, მე არასდროს არ მიყვარს უბრალოდ ფრაზების გამოყენება, ყოველთვის ეს ფრაზები დამყარებულია გარკვეულ არგუმენტაციაზე. ჩვენ შემთხვევაში დასკვნით სიტყვა იყო საკმაოდ მოცულობითი, ფორცდები დაახლოებით 2 საათი მომიწია მე საუბარი და ნებისმიერი ის არგუმენტი, რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს, მე მიმაჩნია, რომ გავაბათილე სწორედ ფაქტებზე დაყრდნობით. ახლა ძალიან მოკლედ რომ შევეხოთ, ეს გახლავთ ხსენებული სადავოს შესხვის ხელშეკრულება და არა მარტო ხელშეკრულება, არამედ არაერთი ოქმის აკრედიტო კომიტეტები, სადაც დადასტურებული არის, რომ ნამდვილად კრედიტის გაცემასთან ჰქონდა საქმე და ამას გარდა მთელი ეს პროცედურა კრედიტის, ასე ვთქვათ, დამტკიცების და დაწყებული შესხვის დაფარვამდე წარიმართა ყველა ფორმალური მოთხოვნების დაცვით. ეს ერთი არგუმენტი. მეორე, ბრალდების მხარის მოწმეების, ასე ვთქვათ, ჩვენებები წინააღმდეგობრივია ასევე მათ მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას და შესაბამისად მე სასამართლოს მოვთხოვე, რომ ამ არსებითი წინააღმდეგობის გამო მათი გაზიარება არ მომხდარიყო. ახლა ძალიან რომ არ გამიგრძელდე სიტყვა, მოკლედ მინდა მაყურებლისთვის იყოს ცხადი. თუ კი მაგალითად მოწმე რაღაც გარემოებაზე აწვდის ინფორმაციას გამოძიებას და რამდენიმე თვის შემდეგ რადიკალურად სხვა ჩვენებას იძლევა, ან მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია უთხოვარ ფაქტობრივ მტკიცებულებებთან, ანუ დოკუმენტებთან და ასე შემდეგ, ესე დროს საკითხი დგება, რომ არ უნდა იქნეს ზოგადად მსგავსი მოწმის ჩვენება გაზიარებული, ვინაიდან დამაჯერებლობის ხარისხი არის გაცილებით ნაკლები. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. იყო არაერთი არგუმენტი, რისი გაბათილებაც მოვახერხეთ, თუმცა ახლა ამ დეტალებს ჩვენ რო ჩავყვეთ, მეც მგონეთ, რომ არა, ერთი და ორი გადაცემა არ გვაქვს. ლევან, ბაჩიაშვილმა საკუთარი ჩვენებების გამოყენებაზე უარი თქვა, ეხლა ვკითხულობთ ზედმიწევნით რა თქვა პროკურორმა, რომელსაც საქმის შეკერვაში ადანაშაულებს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, ხო, ამავე პროცესის მისი კომენტარის მიხედვით. ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ, რატომ მოხდა ეს? გეტყვით, ამ კითხვაზეც მომიწია რამდენჯერმე პასუხის გაცემა. საქართველოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია. ეხლა მე ცოტა ისტორიულ ქრონოლოგია შევეხები. მაშინ, როდესაც გიორგის მოუწია ქვეყნის დატოვება, ანუ ის არ იმყოფებოდა საქართველოში, პირადად მე შუამდგომლობდი, რომ მომხდარიყო დისტანციური დაკითხვა. სასამართლომ გითხრა უარი. შემდეგ მე შუამდგომლობდი, რომ მომხდარიყო ყველა ჩვენების გამოქვეყნება. ანუ დასამალი რომ ყოფილიყო რაიმე გიორგის მიერ მიწოდებული ინფორმაციაში, მე ხომ არ ვიშუამდგომლებდი ყველა ჩვენების გამოქვეყნებას. ამაზეც სასამართლომ თქვა უარი, ის რომ სასამართლოს დაეკმაყოფილებინა, დღეს ამ ინტერპრეტაციის საშუალება არავის არ ექნებოდა. რაც შეეხება მიმდინარე პროცესზე, აი მაგალითად ბაჩიაშვილს შესაძლებელია ჰქონოდა პოზიცია, რომ მას არ სურდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა, მაგრამ ასე დროს შეეძლო ეთქვა, რომ მოდით გამოაქვეყნეთ ჩემი გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაცია. ამისგან განსხვავებით ბაჩიაშვილი ადგა და რამდენიმე საათი, თუ არ ვცდები 4 საათი, უწყვეტად პასუხობდა როგორც ჩემ, ასევე პროკურორის ყველა შეკითხვაზე. მე ხა რანაირად შეიძლება ვისაუბროთ, რომ ჩვენება არ მის. კარგი, და ლევან, ბოლოს მინდა კითხოთ და შემდეგ დაგემშვიდობებით 90-იანი წლების მეთოდები ახსენა, ხო, გიორგიმ ამ სხდომაზე ვერ შემაშინებთ და ასევე ახსენა ციხეში წამება 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, ჩემს წინააღმდეგ საქმე თავისი ციხეში წამებით. აი ამ საქმის ამ მომხდარის ზე რამე სიახლე, გავლენა, ამბავი, ვიდეო კადრები ასე შემდეგ, აი რისი თქმა შეგიძლიათ, როგორც დაცვის ქვეშ მყოფს ამ მნიშვნელოვან ამბავზე? მე პირადად მივიმართე სასამართლოს ძალიან ჩემი აზრით დასაბუთებული განცხადები და მოვითხოვე გიორგი ბაჩიაშვილის დაზარალებულად ცნობა, რაზეც მივიღეთ უარი, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჯერ გავასაჩივრე ზემდგომ პროკურორთან, ვინაიდან არ შეიცვალა, დღეის მდგომარეობით გასაჩივრებული მაქვს სასამართლოში და ველოდები პასუხს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ საქმეზე არსებობს ყველა გარემოება იმისათვის, რომ ბაჩიაშვილი იქნეს ცნობილი დაზარალებული.
დიდი მადლობა ლევან. მადლობა თქვენ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ხვალ რა იქნება სააპელაციოს გადაწყვეტილება. ლევან მახარაშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.